რეჟიმის მორიგი ფიზიკური ანგარიშწორება მოქალაქეზე საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო აქტივისტ ვახო ფიცხელაურს გორში თავს დაესხნენ, გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მის მაცვალმა ფორმულას უთხრა, რომ აქტივისტი მაღაზიაში მიდიოდა, როდესაც ავტომობილით დახვდნენ, გაძარცვეს და სცემეს. ფიცხელაურს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მისი ცოლი მომხდარს ქმრის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. თეობზიშვილის თქმით, ამით მისი ქმრის დაშინებას სცადეს, რომელიც მუდმივად დადის თბილისში საპროტესტო აქციებზე, თუმცა ეს ვერ იმოქმედებს და პირიქით საპროტესტო განწყობას უფრო გააძლიერებს. ლადო ბიჭაშვილი შემოგვიერთდება გორიდან, ის მოგვიყვება დეტალებს მომხდარის შესახებ. ვახო ფიცხელაური გუშინ მის წინააღმდეგ განხორციელებულ ანგარიშწორებაზე ამბობს, რომ ეს რეჟიმის მორიგი მცდელობა იყო იმის, რომ დაეშინებინა, თუმცა არაფერი არ გამოუვათ. როგორც ფიცხელაური ამბობს, მის საცხოვრებელ სახლთან მიკროავტობუსით დახვდა სამი ნიღბიანი პირი, ის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩაატენეს და წაიყვანეს დაუსახლებელ ადგილზე, სადაც ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ვახო ფიცხელაური ამბობს, რომ მისი ფიზიკური ანგარიშწორებით რომ გაალნენ სწორედ მაშინ იხელთა დრო და გამოექცა თავდამსხმელებს, მას ეჭვიარება, რომ ამის უკან ქართული ოცნება დგას და ის ამბობს, რომ გადავიდნენ აქციის რიგითი მონაწილეების დასჯაზე და ანგარიშწორებაზე. ის გუშინვე დაიბარეს გორის პოლიციაში გამოკითხვის მიზნით, თუმცა ფიცხელაური ამბობს, რომ ეს ყველაფერი ფორმალობაა და მას იმედი არ აქვს, რომ სამართალმცველები დაადგენენ თუ ვინ განახორციელება მასზე თავდასხმა და ვინ გაიტაცა. ჩემი მანქანა დავხუქე და უნდა გამოსულიყავი რა. უკან ეყენა მარშრუტკა, იქ ფურგონი, მე ხო არ ვიცი ვინ არის. თხოვე რომ გავეტარებინე რა, გადმოვედი მანქანიდან. მოწოლა მთხოვეს რომ ვერ მიდიოდა რა. როდესაც დავაპირე მიწოლა. უცბად ორგანიზებულად ჩამოიწვეს მასკები და ახადეს ფურგონს და შეტანეს საბარგულში გამიტანეს. მითხრეს კაცო, მოკლას ვაპირებ და შენ დაზიანებას, მეტი სხვა კონკრეტული დეტალი არ ვთქვი. სადღაც აქ 1 კილომეტრიც არ არის, აქედან მოკლეებზე დაჟე აი მაქსიმუმ 1 კილომეტრი იყოს ის ადგილიც რა, სადაც გააჩერეს მანქანა. ცოტა ცარიელი ადგილია, მინდორია, განაპირა მხარე რა. ხო და მორმა რომ ცემა გზაში გააჩერა და ალბათ მესამეც რომ ცხოვრი ჩვენ დახმარები ყოფილი შემცემაში დაუსხდი რაღაც მომენტში ხელიდან და რო დაუსხდი უფრო მოუმატა მე იქ ვიღაცამ მეთქოთში შუქიანთო თან და ისინი დაფრთხნენ ეგრევე და გაიქცა. რას უკავშირებდა ორი თვეა უკვე ყოველდღე თითქმის რუსთაველზე ვარ. 15 ან 20 წუთის განმავლობაში ყავდათ წაყვანილი, მეტი არა, რადგან საბედნიეროდ მოახერხა გამოქცევა. ცემეს წართმეული აქვს პირადი მოხმარების საგნები, საფულე მობილური ყურსასმენები, ანუ რაც თან ქონდა ყველაფერი წაართვეს. რა თქმა უნდა ვერ მიაღწევენ მიზანს. მათ რომ მიზანი მიეღწიათ ვახოც და მეც და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი ვინც ახლა ვიბრძვით ვიქნებოდით სახლებში, იმიტომ რომ 54-ზე მეტი უკანონო პატიმარი არის ჩვენს ქვეყანაში, გატაცებულიც ბევრია, ნაცემიც ბევრია, ზოგ სახლებში შეუვარდნენ საერთოდ, მაგრამ არ გავჩერებულ ვართ, არ გავჩერდებით და ესენი დამთავრდებიან ძალიან მალე. მდებარე პერიმეტრიდან ამოეღოთ კამერების ჩანაწერები, თუმცა ამ დროისთვის ამოიღეს თუ არა გამოძიების ფარგლებში პოლიციელებმა მიმდებარედ განთავსებული ობიექტებიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერები უცნობია, როგორც გითხარით, ფიცხელაური გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, ამბობს, რომ ფორმალური გამოკითხვის მიზნით დაიბარეს ის გუშინ პოლიციის შენობაში, მას დიდი იმედი არ აქვს, რომ სამართალმცველები ამ საკითხს გაარკვევენ და მასზე თავდასხმის ფაქტს გამოიძიებენ.